სახელითა მამისა და დაცისა და დასულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დამთავრდა დიდი მარხვა. ის რატო ვამბობთ? იმიტომ რომ ყველას გონია რომ იოლია. ხსნილია თქვა თოთხშაბათი პარასკევი. შეუძლიათ უბრალოდ თოთხშაბათი პარასკევის გარდა ერის ადამიანებს შეუძლიათ რომ მიიღონ თევზი. თითქოს რაღაცა ესეთი მსუბუქი მარხვა არის, მაგრამ აბა დაუკვირდეთ. ძალიან ბევრ აღსარებას ვისმენ თუ კითხულობ. შევიცვალეთ მაინც იოტისოდენად. ის რაც წინა მარხვისას პეტრე პავლოვის მარხვისას აღსარებაში ვთქვი ან დავწერე. ერთი წლის მერე რაიმეთი ვაჯობე თავს, რაიმეთი გამოსორდი ღვთისწინაშე, ვიხარია რომ დღესასწაულზე ვეზიარებით. მაგრამ ხო ბევრჯერ წაგვიკითხია ზიარების ლოცვები, ნუ დასაჯელად მექნება ზიარება ესე შენი წმინდა უფალო. და მოციქული რას გვეუბნება, ხო? სარწმუნოებაშიო დუღარენი იყავითო. ვართ კი მდუღარენი. საკუთარ თავს, ასე ვთქვათ, შევარცხვენთ და ვეტყვით, რომ სირცხვილია ღვთისწინაში ამისი არათუ კეთება გაფიქრებაც კი, გვაქვს კი ნამდვილად ის სინანული, რომლითაც მოციქული მოძრავს და საოცარ სიტყვებს გვეუბნება. ჩვენ ნიჭები მადლისა მისებ მოცემულისა ჩვენ და თითო სახით გინა თუ წინასწარ მეტყველებაი საზომისაებ სარწმუნოებისა ჩვენისა. გინა რომელი სახურებდეს სახურებითა მით, გინა რომელი ასავებდეს სწავლითა მით, გინა რომელი ნუგეშინის ცემდეს ნუგეშინის ცემითა მით, რომელი მისცემდეს უხვებით, რომელი ზედა დაადგებოდეს მოსრაფებით, რომელი სწავლობდეს მხიარულებით. სიყვარულითა შეუორგულებელითა განეშორენით ბოროტსა და შეეყვენით კეთილსა. ძმათ მოყვარებითა ურთიერთას მოწლეთ მოსურნე იყვენით. პატივის ცემასა ურთიერთას უსრობდით. ანუ მოსრაფენი იყავით. არ დაგასროს სხვამ სიყვარული და პატივისცემა. სრაფვასანუ ცონარე ხართ. ნუ ზარმაცობთ ამ კეთილ საქმეში. სულით ამ დუღარენი იყვენით. უფალსა მონებდით, სასვევებასა გიხაროდენ. სმენა იმედი ვისაც გაქვთ რომ ეს დიდი ნიჭია, გიხაროდენ. ჭირსა დაუთმობდით, ლოცვასა გაგრძალულ იყვენით. ანუ არა თამოწონებით, არამედ საკუთარი შეცდომის გააზრებით. ლოცვისას ისე უნდა იდგეთ. სახმარსაც მინდათასა ეზიარებოდით და სტუმრის მოყვარებასა შეუდექით. ერთ-ერთი დიდი სათნოებაა სტუმრის სიყვარული და მისი მასმიგზნობა. აკურთხევდით მდევართა თქვენთა და აკურთხევდით და ნუ სწევთ მათ. გიხაროდენ მოხარულთა თანა და დიროდეთ მტირელთა თანა. სხვისი ჭირის გაზიარებად შეგეძლოთ და სიხარულისაც და მასვე ურთიერთას ზრახვიდეთ. ნუ მაღალს ამას ზრახავთ, არამედ დაბალს ამას შეეყვენით. მსოფლიოს გადარჩენაზე ნუ იფიქრებთ. საკუთარი თავის სულის გადარჩენაზე იფიქრეთ, მაშინ მსოფლიოსაც ეშველება. ვინ მსოფლიოს გადარჩენაზე ფიქრობს, თავი დავიწყებია. თავსაც სავნებს, სხვასაც სავნებს და იმ მსოფლიოსაც ვერაფრით უშველის. ნუ იქნებით ბრძენ თავით თვისით. თქვენ თავზე დიდი წარმოდგენა მოგექნებათ. ყველა ჭკუის მასავებელი ნუ გახდები. და ნუვის ბოროტსა წილ ბოროტსა მიაგებდეთ. ბოროტის ნაცვლად ბოროტს ნუ გადაუხდით. წინასწარ განიზრახევდით კეთილსა წინაშე ყოველთა კაცთან. ანუ თუ წინასწარ განწყობა უნდა შეექმნათ, ბოროტს კი ნუ ვიფიქრებთ. კეთილი განწყობით მიდით და იქნება თქვენმა კეთილმა სიტყვამ
მოამდოროს როგორც გამხეცებული ნადირი დანიელ წინასწარმეტყველი ხაროში რო ჩააგდეთ ღმერთ შეღაღადა და დაცხდნენ დაცებლები უკეთო შესაძლებლად არის თქვენ მიერ ყოველთა კაცთა თანა მშვიდობას ახყოფდით ნუ იქნებით მრისხანენი არათუ სხვაგან ამბობს მოციქული ამას ოჯახის წევრებთან ნუ იქნებით შფოთვის მოყარენი და ნუ იქნებით თქვენი ოჯახის წევრების შეურაცხყოფელნი და შემარცხვენელნი ვინც ოჯახს ისწავლის როგორ იყოს მშვიდობის ყოფილი მაშინ მას გარეთაც აღარ გაუჭირდება და არა პირიქით გარეთ მშვიდობის ყოფილნი არიან თითქოს სახლში მივლენ და ვერც კი გაიგებს ოჯახის წევრი რა დაემართა ისეთ დღეს დააწევს დანარჩენებს ნუ თავით თვისით შურსა ეძიებთ საყვარელნო არამედ ეცით ადგილ რისხვასა რამე თუ წერილ არს ჩემი არს შურის გებაი და მე მივაგო იტყვის უფალი ჩვენ მაგიერ შურის მაძიებელი თავად უფალი არის არამედ შიოდეს თუ წერსა შენსა პური ეცმას პური მიეცი მას კი არ გაახსენო შენ ბოროტი გააკეთებია ჩემთვის და ტერი ხარ და ამიტომ პურს არ მოგცემ თუ კი შია მიეცი მტერს ეს პური და სხუროდეს თუ ასვი მას რამე თუ ესე რა იყო ნაკვერცხალი ცხეცლისაი შეხკრიბო თავსა მისა რატო იმიტომ რომ გახსოვთ ხომ სახარებაში ამბავი მავესხებელი ანუ ვალის მქონე იყო და აპატია თავისმა ბატონმა ყველა ვალი გამოვიდა გარეთ და თავისნაირი მევალე დახვდა იქ ვალი ემართა იმას ამ ადამიანის ვისაც ბატონმა ყველაფერი აპატია საწიხოდ გაიმეტა ემუქრებოდა უშვერად ელაპარაკებოდა ბატონის კაცებმა უთხრეს რომ აი ესე იქცევა დაიბარა და უძურესი საჟელე მიიღო ისე იქნება მტერს თუ პურს მისცემ და წყალს თუ დაალევინებ შენ ღმერთი მოგიწონებს საქციელს და იმას კიდე შეარწმენს ან ისეთ ჭკუის სასწავლებელ საქმეს დამართებს რომ მადლიერი იქნება ღვთისა და თქვენიც ვინც კეთილი უყავით თქვენს მაჭირვებელს ნუ იძლევი ბოროტისაგან არამედ ძლიერე კეთილითა მიდ ბოროტსა მას ბოროტებით არ განიკურნება ბოროტს ბოროტებით ვერ დაამარცხებ მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება რომ სიკეთით მოერიოს ადამიანი ადამიანი ყოველთვის ღმერთს განსაცდელის ჟამს აღმოაჩენს და ყოველთვის როცა უჭირს მაშინ ევედრება არათუ ყოველთვის მაგრამ უფალი როგორ განუგეშებს ჩვენ რომელთაც ეს განსაცდელი შეგვექმნება გმარ შენ და მადლი ჩემი რამე თუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრული ქნების უფლისა ძალა და შეწევნა როდის ჩანს როცა ძალიან გვიჭირს და მაშინ მართლაც სასწაული აღესრულება და რასაც ვითხოვთ იმაზე მეტი მოგოცემა და თითქოს ყველაფერი დასრულდება დაყუდდება ყველაფერი და მაშინ ხვდებით თუ რამხელა ძალა და მადლი ჰქონია უფლისადმი მხურვალე ლოცვის სიტყვას და აი მაშინ საცნაური ხდება ჩვენთვის უფლისა ძალა უნჯობესხა უკეთო და უფრო ის ვიქადი უძლურებათა შინა ჩემთან რაითა დაემკვიდროს ჩემთანა ძალმან ქრისტესმან თუ კი რაიმეთი თავი უნდა მოიწონო და ეს უძლურებაში ღვთისა ძალა უნდა გამოჩნდეს და ამით მე უნდა შევიმეცნო საღვთო მადლი და სიწმინდე მაშინ ღმერთს ვთხოვ რომ მომცეს განსაცდელი რომ ამაში დავინახო უფრო კარგად ღვთისა შეწევნისა ძალა და მადლი ერთი წმინდა მამა ამბობს
შეიძლება ითქვას ჩვენი თანამედროვეა მე-20 საუკუნის რომ განსაცდელში ჩემი სიხარული და გამარჯვება დევს და მართლაც ვინც ღვთის მადლით სასოებელია უფლის შეწევნის და დახმარების ის ყოველთვის იღებს იმიტომ რომ ეძებს საკაკუნებს და მას ყოველთვის მიეცემა პეტრე და პავლე მოციქულთა თავნი ყველამ ვიცით მდევნელი იყო და მოსისხლე მტერი იყო და პეტრე შემართული იყო უფლის სიყვარულში გახსოვთ ხომ ყველამ რომ უარი თქვას მე არ ვიტყვი უარს შენს შვილობაზე სულიერ შვილობაზე და მამლის ყივილი თანხილა უფალმა რატო განაპეტრე არ იყო ესეთი ნამდვილად ესეთი იყო უბრალოდ მერთმა განსწავლა რომ აი ამ ხურვალებით დაიცვა რომ თავი არ მოეწონებია და დაეკარგა ღვთით მიცემული ნიჭი უნარი ხურვალე სიყვარულისა პავლე რომელიც მდევნელი იყო და უბრალოდ პავლე მერე გახდა სავლე რომელიც მდევნელი იყო და წინასწარ ქონდა ნებართვა აღებული სინედრიონის წევრებისაგან რომ სადაც ქრისტიანს ნახავდა უმოწყალოდ ეგვემა და ასე თქვათ დაეხოცა ამ დროს ღვთის მადლი შეეხო და გახდა ქადაგებელი ქრისტესი და მოციქულთა თავი ის 12-ში არჩეული არ ყოფილა და ხაზეც გამოსახულნი არიან ხშირად გამოსახავენ პეტრეს კლიტეთი ხელში ანუ სასუფეველის კარის პავლეს მახვილით რატო იმიტომ რომ პავლე თავისი ქადაგებით სიყვარულს ქადაგებს და როგორც ამოწყვილი მახვილი ისე იყო და დღეს საკითხულ სამოციქულოში უბრალოდ აღარ ვკითხულობთ იმას რამდენი ჩამონათვალი აქვს ხან ქვა დაჰკრიბეს ხან ნავი დაექცა და კინალამ დაიხჩო ხან მის მოსაკლავად მოსულების ისე გაეპარა ისე განერიდა რომ თოკით გადმოუშვეს სარკმლიდან და უამრავი ჩამოთვლილი აქვს მხოლოდ დაითმინა რით ღვთის სიყვარულით პეტრემ რით გაიმარჯვა ღვთის სიყვარულით და ერთგულებით და ის შეცდომა მამლით რომ ემხილა მთელი ცხოვრება მამლის ყივილზე დგებოდა და იწყებდა ტირილს და შენდობას ითხოვდა გილოცავთ დღესასწაულს მოციქულებს ვევედრებით რომ დღეს როგორებიც ვართ გუშინდელზე უკეთესები რო ყოფილიყავით და ხვალ როგორებიც უნდა ვიყოთ დღევანდელზე უკეთესები ყოფილიყავით ეს უკეთესობა რა არის საკუთარი თავი დავინახოთ როგორებიც ვართ და თავი არ ვიმართლოთ მამები ამბობენ ვინც თავის მართლებას იწყებს ის უკვე მცდარია და დამარცხებულია თავისთან ბრძოლაში გამარჯვებას გისურვებთ მოციქულთა ლოცითა და ვედრებით ამინ ჩვენთან არ სმერთი